დროის ვექტორის კითხვებს საჭირის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რომან ბოლქვაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონ რომან, მადლობთ რომ გვეწვიოთ დღეს სტუდიაში სასაუბროთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონ რომან, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორია ჯანდაცვის სამინისტროს ერთი თვის მუშაობის შედეგები? თქვენ როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა სამინისტროში საკადრო ცვლილებები, შეიცვალა მინისტრი და ორი მოადგილე. ძირითადი მუშაობა ამ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა იმაზე, რომ ყოფილიყო უწყვეტობა არსებული პროგრამების, რაც შეიძლება ითქვას წარმატებით განვახორციელეთ. მოვიძიეთ ის თანხები, რომელიც აუცილებელი იყო ამ პროგრამების წარმატებით დასრულებისათვის, მათ შორის მივაღწიეთ იმას, რომ შევამცირეთ აპარატის ხარჯი 85,000 ლარით და ჩავთვალეთ, რომ ეს თანხა უკეთესი იქნებოდა მიმართული ყოფილიყო პაციენტთა დასახმარებლად. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ერთიანი ინტერნეტ ქსელი საავადმყოფოებთან და ჯანდაცვის სხვა ობიექტებთან უკეთესი კომუნიკაციის მიზნით, რაც მოგეხსენებათ ეფექტურია უკეთესად რომ წარმართოთ ჩვენი საქმიანობა. რაც შეეხება ცვლილებებს, ძირითადად ამ ერთი თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდით 2013 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ალბათ თქვენ შემეკითხებით, მე შემიძლია აქვე გითხრათ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 700,000 ლარით მეტი იქნება ვიდრე 2012 წლის ბიუჯეტი და შეადგენს დაახლოებით 8,300,000 ლარს. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამებისთვის გათვალისწინებული იქნება 4,495,000 ლარი. Სწორედ ამ თემას მინდა შევხებოდი, ბატონ რომან. აი რა თანხით დაფინანსდება ჯანდაცვის სფეროს გარდა სოციალური სფერო? ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით მე მოგახსენეთ, სოციალური სფერო დაახლოებით 1,100,000 ლარით დაფინანსდება. ამ მიმართულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი ვთქვათ, კარგი ცვლილებაც გვაქვს, ეს არის სმენადაქვეითებულ ადამიანთათვის სასმენი აპარატების შეძენა, დაახლოებით 200 ერთეული სასმენი აპარატი იქნება შეძენილი, რაც მოგეხსენებათ, წაადგება მათ ვთქვათ, უკეთესად ინტეგრაციაში, საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირებისთვის. სოციალურ სფეროს რაც შეეხება, გაგრძელდება ინვალიდების ეტლებით უზრუნველყოფა და არის რიგი სოციალური საკითხები, რომლებიც საკმაოდ სპეციფიურია, რომლებზე მუშაობაც მიდიოდა 2012 წლის განმავლობაში, უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს მომავალ წელს. კეთილი. ბატონ რომან, მომდევნო წელს რამდენი მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება? სულ განხორციელდება 10 მიზნობრივი პროგრამა, მათ შორის 5 ჯანდაცვისა და ჯანმრთელობისა და 5 სოციალური დაცვის სფეროში. პროგრამების რაოდენობასაც შეეხება, შემიძლია გითხრათ. კეთილი. როგორც ვიცით, ბატონ რომანში ასევე შეიქმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისია. რა მიმართულებით იმუშავებს ეს კომისია და ვინ უხელმძღვანელებს მას? მოგახსენებთ, აჭარის მთავრობის ინიციატივით შეიქმნა თქვენს მიერ ნახსენები კომისია. ამ კომისიასთან ერთად შეიქმნა სახელმწიფო ქონების თვითნებურად დაკავების შემსწავლელი კომისია. ამ ორივე კომისიას უხელმძღვანელებს მინისტრის მოადგილე ბატონი რამაზ ჯინჭარაძე. ბატონი რამაზი ძალიან აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, თითქმის ყოველდღიურად აწარმოებს გასვლას აღნიშნულ ობიექტებზე, აგროვებს ამ მასალებს, იკვეთება, ვთქვათ, იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებენ, ვთქვათ, ამ სოციალური საკითხებით უზრუნველყოფას, ეს მოხდა იქნება განხილული, დაკმაყოფილდებიან ადამიანები, ვინც შეესაბამებიან იმ პირობებს, რა პირობების დევს და არსებობს ჩვენთან სამინისტროში. ვინც თქვათ არ აკმაყოფილებს იმათაც შესაბამისი პასუხი გაეცემათ, ასე რომ ამ მხრივ ძალიან დაზაბულად და ასე ვთქვათ დატვირთულად მუშაობს თავისი მიმართულებით ბატონი რამაზ ჯინჯარაძე.
კეთილი და ბოლოს მინდა ბატონ რომან სამედიცინო დაწესებულებების თემას შევეხო, რომელიც ავადმყოფოების რეაბილიტაცია იგეგმება მომავალ წელს. მოგახსენებთ მინისტრს ბატონ მუგზარ სურმანიძეს შეხვედრა ჰქონდა თბილისში ინფექციური პათოლოგიის, შიცის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ თენგის სერცვაძესთან. მათ ჰქონდათ მსჯელობა და განხილვა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას წინასწარი შეთანხმება რომ გადაწყდეს ეს საკითხი დადებითად მიღწეულია და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას ამ ეტაპზე ეს შემიძლია მოგახსენოთ და იგეგმება ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მუნიციპალური საავადმყოფოს ვთქვათ აშენება რეაბილიტაცია რესპუბლიკური საავადმყოფოსი ესეც ამის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. კეთილი, გმადლობთ ბატონო რომან, მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ. ტელემაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დროის ვექტორის კითხვებს პირდაპირ ეთერში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რომან ბოლქვაძე პასუხობდა.